გადავსები ასეთ მოლაპარაკებები მე ვფიქრობ გადაჭარბებულია იყო 1-2 ისეთი სოციალური მეგობრული შეხვედრა რომელსაც ჩემი კოლეგები დაესწრნენ ამ მოლაპარაკებებს მე არ უწოდებდი არანაირ კუთხით ეს არის ალბათ უფრო აზრთა გაცვლა გამოცვლა მეგობრული შეხვედრა ალბათ ზურაბ ჯაფარიძესთან იმიტომ რომ ის არის ინიციატორი ხო ხო, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, ეს შეადყოფილებს გავცი რომ ადამიანებს აზრი გაუცვლიათ. მე ამას რა დავარქვევ რაღაც ფორმალიზებულ მოლაპარაკების პროცესს და მეტიც არ მგონია რომ ეს ზოგადად აი გულწრფელად გეტყვით მგონია რომ ეს საკითხი თქვენ თქმის არ იყოს გარკვეულწილად არის ხოლმე ჭარბი ყურადღების საგანიც კი ცოტა გაცვეთილი საკითხია ხო ზოგადად ეს ერთობების საკითხი მე ერთობა არ მგონია რაღაცა თავი და თავი რაღაცის თავარი არის შინაარსის ირგვლივ შეჯერება სტრატეგიული შინაარსის ირგვლივ შეჯერება და მე მგონი ამას გულისხმობ ერთიან ფრონტში არა შეიძლება ამიტომ ვაზუსტე აი ამ მეგობრული შეხვედრების დროს თუნდაც ამას რაღაც გარკვეული მე მაგ შეხვედრების შინაარსი არ ვიცი არც დავიკავშირო არა თქვენგან მინისტრებოდა შეგიძლიათ მითხრათ ვინ შეხვდა ზურაბ ჯაფარიძეს ირაკლი კუპრაძე შეხვდა მაგალითად ერთხელ მე არ მიკითხავს სპარტაკით არ დავინტერესებულობ ამიტომ მე მაინტერესებს არ არის თქვენთვის საინტერესო არა ჩემთვის საინტერესო არის არა ერთობა და რაღაც კოორდინაცია და ფორმატი ეს ძალიან დამღლელი არის ჩემთვის გულწრფელად გეტყვით ჩემთვის საინტერესო არის სტრატეგიული შინაარსი რა ხედვა გვაქვს და არის თუ არა ეს ხედვა ალბათ კუპრაძესაც არა ხო რა თქმა უნდა ჩემთვისაც ირაკლისთვისაც და ყველასთვის ეს ინტერესი ვერ დაუკმაყოფილა ზურაბ ჯაფარიძე მე ამაზე არ მქონია საუბარი მე თუ დავინახავ და მოვისმენთ ჩვენ გუნდად განვიხილოთ ამ ყველაფერს საერთო სტრატეგიულ შინაარსს ამ შემთხვევაში იქნება ჩემთვის საინტერესო ესა თუ ის კოორდინაცია იმიტომ ჩვენ არაერთხელ ვნახეთ წარსულში ფორმატები რაღაცა არ ვიცი რვიანი 20-იანი და ასე შემდეგ ხო მაგრამ მე ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებზე გაიყო ხედვები ამიტომ მე პირადად არასოდეს არ დავუჭრებ ხარს არავითარ ისეთ ერთობას პირდაპირ გეტყვით როგორც ერთ-ერთი ხმოსანი ლელოსი როგორც ერთ-ერთი ხმის უფლების მქონე მე არ მივცემ ხვას არც ერთ კოორდინაციაში ყოფნას თუ არ ვიცი რომ ძალიან კარგად არის შეჯერებული სტრატეგიული შინაარსი იმიტომ ძალიან დამღლელია ჩემთვისაც დარწმუნებულია ჩემი ამომრჩევლისთვისაც და ხალხისთვისაც რაღაცა ილუზიები და რაღაცა ერთობები რომელიც სიამოვნებაში მე შეიძლება არსად არ წავიდეს მე მინდა საქმიანი ერთობა სადაც ვიცი მე რო აქ ვარ მე ვიცი აქ რას ვაკეთებ ვიცი რომ ორივე მხარე თუ 10-ვე მხარე ვაკეთებ ერთი და იგივეს და ძალიან მკაფიო შემიძლია ჩემს ამომრჩევლს ვუთხრა აი ამ კოორდინაციაში ვაკეთებ აი ამას და ამას ვართ აი ესეთი აზრის ვართ ასეთი აზრის არჩევნებზე ვართ ისეთი აზრის აქციაზე ბრძოლის ფორმებზე და შეუძლებელია რაიმე ტიპის შინაარსობრივი ერთობა არსებობდეს ისეთ ხალხს შორის რომელიც ძალიან ფუნდამენტურ სტრატეგიულ თუ ტაქტიკურ საკითხებზე უცებ არიან ხოლმე ძალიან სხვადასხვა აზრის ეს ბევრჯერ მინახავს და აღარ მინდა რომ კიდევ ერთხელ ვიყო ამის ნაწილი გასაგებია მაგრამ აი დეტალები არის ძალიან საინტერესო აი ამ სოციალურ მეგობრულ შეხვედრას შესაძლო ერთიან ოპოზიციურ ფრონტთან დაკავშირებით მხოლოდ თქვენი ასე ვთქვათ გენერალური მდივანი ხო კუპრაძე და ზურაბ ჯაფარიძე ესწრებოდნენ თუ ამ შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც აი ჩემთვის რა შეხვედრაც არის სოფელი ზურაბ და ირაკლის შეხვედრა იყო სხვა შეხვედრის თავაზე მე არ ვიცი. შეხვედრები ბევრი ხდება აქვე ვიტყვი. აი ამიტომ ეგ არ არის თავარი. ხო, მე მაქვს უამრავი შეხვედრა ხო მქონია სხვა კოლეგასთან ხო ახლებიდანაც და სხვა პარტიიდან ხო ეს ბუნებრივი პროცესია. კი ბატონო, აი რადგან თავარი არის ფორმალიზებულად. აი ეს პროცესი ხო? მივა თუ არა შეჯერებულ საკითხს. ხო, ამიტომ მინდა გითხოთ, ანუ ეს იყო აი ამ პროცესის საწყისი, ასე ვთქვათ, მოთელვითი სასტარტო შეხვედრა და შეხვედრები კიდევ იგეგმება ზურასა და ლელოს შორის თუ ამ შეხვედრის შემდეგ უკვე მეტნაკლებად ჩამოყალიბდა პოზიცია. შეხვედრები იქნება ცხადია. შეხვედრები ელოდებით რომ უკვე მოისმეთ კონკრეტულ შინაარსს და არა მხოლოდ ასე ვთქვათ. მე არ ველოდები, მაგრამ პროცესი იქნება აუცილებლად. პროცესი იქნება, საუბარს არაფერ არ დგას წინ, ჩვენ ამას ისეც ვაკეთებთ საქმიან ფორმატებში, კიდევ უფრო მეტად ხდებოდა ადრე, აქვე ვიტყვი გულწრფელად, მაგრამ ახლაც ხდება ხოლმე, ხო, 1000-ნაირ სხვა კონტექსტში შეხვედრებს არაფერ არ დგას. გრიგო, ვიცით რა მიკროს? შინაარსი იყო საერთოდ. ზურაბ ჯაფარიძე იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკოსი პატიმარი, რომელიც ძალიან ხშირად ვრცელი წერილებით ეხმაურებოდა ხოლმე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და თუ გვახსოვს ესე მკაფიოდ გაწერილი სამოქმედო გეგმა და სტრატეგიაც კი ქონდა. უბრალოდ მე მოლოდინი
მქონდა შესაბამისად, რომ როდესაც ის უკვე დაიწყებდა კომუნიკაციას სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან, არ მივიდოდა მხოლოდ რაღაცა სურვილით, რაღაცა ეფემერული, ასე ვთქვათ, საერთო ფრონტის შექმნის შესახებ, არამედ კონკრეტული ხედვით, იდეით, სტრატეგიით და ნაბიჯებით. მე ვერ გეტყვით ამ შემთხვევაში ზურა რა პოლიტიკურ შინაარსს გადასცემს და მე არ დავსწრებ მსგავს შეხვედრას და არც სხვასთან მქონე კომუნიკაციას. და მე ვერ ვიტყვი ნამდვილად ამ ვიტყვი იმას რომ და ეს რომ დავაფასოთ ზურა ჯაფარიძე შეიძლება ეთანხმებოდა იდეას, შეიძლება არ ეთანხმებოდა. მაგრამ ზურა ჯაფარიძე უნდა დავაფასოთ არის ალბათ ყველაზე თანმიმდევრული ამ კუთხით პოლიტიკოსი, ვინც აი ერთობის მოდელებს ყოველთვის ლობირებდა ხოლმე. სამწუხაროდ ერთობა არ მოხდა და არც ზურა უჭერდა მხარს. იქცა შეიძლება და მომხდარიყო და ძალიან კარგი ყოფილიყო თვითმმართველობის არჩევები, როგორც არ დაუბრუნდები, აღარ მინდა რომ იმ პროცესებში, მაგრამ არ მოხდა, ხო? ვიცი რა მაგაზე ახლა საუბარი რომ ჩვენ განსხვავებები, წენები, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობა და არ მონაწილეობასთან დაკავშირებით და ბოიკოტის თემასთან დაკავშირებით უნდა დავივიწყოთ და გვერდზე გადავდოთ. ანუ თუ საუბრობთ განსხვავებებზე, მზად არის ლელო რომ თუნდაც დაივიწყოს რომ ოპოზიციური პარტიების ძალიან მნიშვნელოვანმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა ადგილობრივ არჩევნებს და ამით როგორც ამბობთ ძალიან დააზიანა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები და ზოგადად. მეცაც გეტყვით რაღა მარტო ბოიკოტი იგივე ჩვენი კოლეგები მათ შორის ზურა და სხვები იყვნენ სხვანაირად განწყობილი გირაოს იდეაზე. ახლა სხვანაირად არის განწყობილი, ხო? ანუ ამაზე არ არის საუბარი, ხო? ცვალებადი პროცესი არის მესმის და შეიძლება ტაქტიკებიც, შეიძლება სტრატეგიული ხედვაც. აი ხა ამას კამპანიასაც უყურებდი, ხო? რომ ზურამ უნდა გადაიხადოს გირაო. ხო, ნახეთ ესეთი კამპანია, ხო? აი ახალ წლამდე ცოტათი ადრე, არა? იგივე ხალხი 95% რამდენიმე თვით ადრე აკრიტიკებდა და ლანძღავდა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს. როგორ იხდიან გირაოს, ეს არის სისტემასთან გარიგებაო. მაგრამ აი ხა დეკემბერში თურმე გირაო აღმოჩნდა საბრძოლო აუცილებელი წინაპირობა. ხო ხარ და ეს შეიძლება ხოლმე მაისსა და დეკემბერში რაღაცები. მზად დაივიწყოთ და უშუალოდ ეს ამ ტიპის როგორ არ მზად ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ, რადგან წყენებია. ჯვარი მწერია რომ წყენებით რაღაცას ვაკეთებ და ხო პოლიტიკოსი ვარ, ხო? არ არის ჩემი საქმე წყენები და მსგავსი, მაგრამ თანმიმდევრულობა მინდა ვნახო. სიტყვას ფასი ხო უნდა კონდეს. შეიძლება რომ აი მარტო შეიძლება რომ გირაო ერთ დღეს იყოს როგორ ვთქვა რაღაცა აი სისტემას მიეყიდა გამყიდველია რაღაცა და მეორე დღეს რამდენიმე თვის თავს იყოს საბრძოლო წინაპირობა და აუცილებლობა რომ არა თავისუფლება ზურა უნდა კი მე მგონია რომ ზურა თავისუფალი უნდა იყოს იმიტომ მისი ძალიან მაგარი ინტელექტი მისი ბრძოლა მისი სულისკვეთება ჭირდება ამ ქვეყანას კი ისევე როგორც ყოველთვის მეგონა რომ თუ კი გირაოთი დროებით მაინც თავისუფლების მოპოვების შანსი იყო ყოველთვის მეგონა რომ ყველა ლიდერს მათ შორის ჩემს ლიდერებს მათ შორის ვაშაძეს რომელსაც ასევე გადაიხადა თავის დროზე უნდა გადაეხადათ და არ იყვნენ მოღალატები ამის გამო მე თანმიმდევრული ვარ ამაში მე მაშინაც ასე მეგონა და დეკემბერში 31 დეკემბერს როდესაც ზურამ ამასთან დაკავშირებით გადაგაცხადა მაშინაც ასე მეგონა ძალიან არაფერში მე მინდა თანმიმდევრულობა ძალიან მკაფიოდ დარჩეს მე რას ვიცავ არანაირი წყენა რატოს როგორ შეიძლება ჩვენ შორის წყენები და ფუტიაობა როდესაც რუსეთის დაზვერვის სპეცოპერაციაში ვცხოვრობთ ხო და როდესაც კობახიძე ყავს ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრად რომელიც ყოველკვირა აუარესებს ამ ქვეყნის სიტუაციას ყოველკვირეულად ამ დროს წყენები როგორ შეიძლება ხან სერიოზულ ადამიანს აღასრულებს მაგრამ მეორე მხრივ თანმიმდევრულობა სტრატეგიაზე შეჯერება და მერე რო არ იყოს რაღაც სიურპრიზები ეს აღარ მინდა რომ იყოს ხო აღარ მინდა და მე პირადად არავითარი ხალისი არ მაქვს ვიყო რაღაცა ტიპის ერთობის თუ კოორდინაციის წევრი თუნდაც ეს პარტიიდან წამოსვლის ფასად დაგეჭდეთ აი თქვენ თქვით რომ არასოდეს არ მივცემო ასე ვთქვათ ჩემს ხმას სწორედ ასეთ გაერთიანებაზე მაგრამ მე ვიზრუნებ იმაზე ჩემ პარტია არ იყოს ისეთი ერთობის თუ კოორდინაციის ნაწილი რომელშიც რაღაცა აჯაფსანდალია და არ არის შეჯერებული სტრატეგია და ტაქტიკა. ამაზე ვიზრუნებ აუცილებლად ნამდვილად ყოველთვის, იმიტომ რომ ეს ამ ქვეყანას შეიძლება, იმიტომ მე ნახეთ მე რაც პარტიისთვის მინდა და რაც ჩემი პარტიისთვის გონია სწორი. ყოველთვის ემთხვევა ხოლმე რაც ჩემი ქვეყნისთვის გონია სწორი. აი არასდროს არ ყოფილა რომ მოდი პარტიამ ესე გააკეთოს და ქვეყნის სიკეთესთან ასწრელი ყოფილიყო არა. ჩემთვის სინერგიულია. ამ ქვეყანას ჭირდება ძალაუფლების მშვიდობიანი ცვლილება. ამას ჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი. აი ამ ლოგიკურ ჯაჭვს მოვყვები ხოლმე.
ამიტომ ჩვენ პარტიაშიც იმისთვის ვიბრძვი და იმ პოზიციებს ვიცავ, რაც კარგი მგონია ამ პარტიისთვის, ამ ქვეყნისთვის და ჩემთვის და თქვენთვის, როგორც მოქალაქეებისთვის. იმიტომ ეს ხო მარტივი პროცესი რაღაც მისტიკა ხო არა პოლიტიკა. პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ გვეხება და ჩვენ შეგვეხება სწორი პოლიტიკური პროცესი სწორად. კი ბატონო, როგორც წესი და საქართველოს უახლესი ისტორიაც ამას გვაჩვენებს, რომ როგორც თქვენ თქვით, რაღაცა პოლიტიკური აჯაფსანდალი ან შეიძლება ვთქვათ პოლიტიკური მრავალფეროვნება, ხო? რაღაცა მრავალფეროვნება კარგია, აჯაფსანდალი ცუდია. ხო, კოალიციაში გაერთიანებული მიუხედავად გარკვეული ასე ვთქვათ წინააღმდეგობებისა და აზრთა სხვადასხვაობისა, ძირითადად მაინც იქმნება ხოლმე წინა საარჩევნო პერიოდში. იქნებ მიზეზი სწორედ ის არის, რომ ოფიციალურად 2028 წლამდე არანაირი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ჩვენს ქვეყანაში არ იგეგმება და ახლა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს სულაც არ აქვთ რაღაცა სურვილი, რომ რაღაცა საკუთარ პოლიტიკურ პრინციპებს გადააბიჯონ და თუნდაც ერთიან ფრონტში გაერთიანდნენ სხვა ოპოზიციურ კოლეგებთან. თუ თქვენ ისე მაინც იმ აზრზე რჩებით, მე მახსოვს თქვენი ლიდერიც, მათ შორის ირაკლი კუპრაძე, ძალიან აქტიურად ავითარებდა იმ მოსაზრებას, რომ ბევრი უტყუარი ინდიკატორი იყო იმისა, რომ ქართული ოცნება ემზადებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც ყველაზე ახლო პერიოდში გაზაფხულზე, ხოლო ყველაზე შორეულ პერიოდში შემოდგომით გაიმართებოდა. მე პირადად ვყავ, კი, მე ასევე ვიყავი ეგ ინტერპრეტაციული სკოლა, რომელიც პროცესების განვითარებას და პროცესების ლოგიკაში ხედავს ახალ არჩევნებს. ოღონდ უნდა ვიმწოდოთ, ეს იყოს სწორი არჩევნები, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე პირადად მოველი, რომ არჩევნები იქნება წელს, ნამდვილად. და ამას მოწმობს მათ შორის აი საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, ხო? თუ აი ნახეთ მარტივად, თუ კი ხელისუფლება რეჟიმი აპირებს, რომ არჩევნები ჩაატაროს 2028 წელს, რაც კალენდრულად ისედაც არის, ცხადია, ჩანიშნული. ამ შემთხვევაში რატომ დაშირდა მას ასე ადრე 2025 წლის შემოდგომაზე შეეცვალა და საკმაოდ შეეცვალა, აქვე ვთქვი, ძირეული ცნობები შევიდა, ხო? მათ შორის მილიონამდე ქართველს საერთოდ ჩამოთვა ხელისუფლება. ეს ფუნდამენტური მნიშვნელობის ცვლილება არის, ხო? ვერავინ ვერ იტყვის, ეს რაღაცა მცირე გრამატიკულ სტილისტური ცვლილებაა კანონში, ხო? ანუ შინაარსი შეიცვალა ძალიან ფუნდამენტურად. რაში დაჭირდა რეჟიმს 2025 წლის შემოდგომაზე მეორე ნახევარში ასეთი ტიპის ცვლილების გატარება თუ ის არაპირებს 2028 წლამდე არჩევნების ჩატარებას. საარჩევნოდ ასეთი ცვლილებების გატარება გაცილებით უფრო დიდ ხმაურს გამოიწვევდა და შეიძლება პოლიტიკური თვალსაზრისით დამაზიანებელი ყოფილიყო. არის ვანდას ლოგიკა, მაგრამ მე მგონია რომ ისინი ემზადებიან არჩევნებს. ეს ერთადერთი ნაბიჯი ხომ არ შეიძლება ჩაითვალოს იმის უწყوار მტკიცებულებად, რომ წელს 2026-ში საპარლამენტო არჩევნები იქნება. არ არის, თავს არ ვდებოდა რაღაც ჭეშმარიტებაში, ხო ჩემი შეხედულება. ხო, შეგიძლიათ კიდევ ერთი ასე ვთქვათ, ხო. მე ფიქრობ ისინი შეიწყალენ პოლიტპატიმრებს პროცესის დიდ შეწყალება პროცესის ლოგიკა ჩემი აზრით ეს არაფერს არ ეფუძნება აქვე ვიტყვი ეს მხოლოდ ჩემი ანალიტიკური მოგრძალებული შეხედულება და მეტი არაფერი ეს რაღაც ცოდნას არ ემყარება რაღაც ყურმოკრულს ან როგორც არის არაფერ მსგავს ესე ჩემი ანალიტიკური შეხედულება მეტი არაფერი ძალიან მოგრძალებული მაგრამ მე ველი შეიწყალებენ ყველა პოლიტპატიმარს ყოველ შემთხვევაში მეტ ნაწილს ყველა პოლიტპატიმარში ვიზგულისხმობ მოდი ესეც დავაზუსტოთ აქციაზე დაპატიმრებულ ახალგაზრდობას ხო საერთოდ ტყუილად ზიან და წლობით აქვთ მისჯილი წარმოგიდგენთ წლობით აქვთ მისჯილი 18 და 20 წლის ბიჭებს ბავშვებს შეიძლება ითქვას ხო? თუმცა ციხეში შედან პოლიტიკოსებიც. მათ შორის ხო ამიტომ რომ ნაწილი მაინც აი აქციების საზოგადოება მაინც ხო? ნაწილი საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო და ნაწილი 4 ოქტომბრის საქმეზე. არა, საგამოძიებო კომისიაში გამოცხადების გამო პრინციპში ყველა გათავისუფლდება სულ მალე ხო? უკვე თვეების ამბავია ხო? ახლა ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ თითქმის ერთი თვის ან თანახევრის ნიკა მელიას გარდა. ნიკა მელიას გარდა, დიახ, რომელსაც სხვა ბრალი დაემატა ცხადია. ანუ თქვენ ელოდებით რომ აქციაში მონაწილეობისთვის დაპატიმრებულ პირებს გაათავისუფლებენ, რაც შეეხება პოლიტიკოსების ამ ნაწილს? არ ვიცი, ახლა ესე ნიუანსირებული ახლა წიასაბეთყველი არა ვარ ცხადია, მაგრამ მე ველოდები რომ პოლიტიკურად რეჟიმი გადადგამს ამ ტიპის ნაბიჯს. 4 ოქტომბრის საქმეზე ორგანიზატორებს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში. 4 ოქტომბრის საქმე ბევრად უფრო რთულია თავისი არსით. ოღონდ არ ამიტომ საქმე არის იქ რამე და რთულია. ანატომია რთული იმ კუთხით, რომ 4 ოქტომბერი ქართული ოცნების პროპაგანდისტვის არის იმ ყველაფრის ჭყალებში, ცხადია, სამხილი და პროპაგანდისტული საკვები,
რაც სრულ თეორიებსაც და პარანოიულ რაღაც შეთქმულების კონსპიროლოგიურ ნარატივებს გვთავაზობდნენ, ხო, რომ აი დიდი გადატრიალება მზადდება, დასავლეთი აფინანსებს და ასე შემდეგ. ხო, ახლა არ დავიწყოთ, რომ დღეს საქართველოს მართავს კობახიძე, რომელმაც თქვა 2024 წლის აპრილში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ორჯერ განიზრახავდა საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებას. და 4 ოქტომბრის ეს მახე და ხრიკი რაც მეორე მხრივ პოლიტიკური უპასუხისმგებლობით იქნა რაღაც მორწყული სამწუხაროდ და შეერთდა. ხო, ეს მახე იყო, ხო, რა გადატრიალება, ის გადატრიალება, მაგრამ ადამიანები მახეში მოხვდნენ და პოლიტიკური უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს. ამის გამო საქმე კი არ არსებობს, ხო? პროპაგანდისტულად უნდა დავინახოთ და გავანალიზოთ, ხო, ეს რა არის, ხო? ეს არის პროპაგანდისტული საკენკი და ამიტომ ნაკლებად ვარ დარწმუნებული, რომ თქვათ 4 ოქტომბრის საქმესაც იგივენად შეეხება, მაგრამ ასე თუ ისე ჩემი აზრით რეჟიმი გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს ლიბერალიზაციისკენ, ანუ გარკვეულ შეწყალბებს ის გააკეთებს, მე ასე ველი და მე დანიშნავს არჩევნებსაც. კარგი. იმისთვის ოღონდაც რომ ჩაიცემეთო ძალაუფლება, ანუ ეს ძალიან საშიში რაღაცას ვლაპარაკობ. სიხარულით კი არა, ხაზი არ გაუსვა. ხო, მაგრამ თქვენ ხომ აპირებთ ამ არჩევნებში მონაწილეობის მე მიღებას? ვთვლი, რომ ნებისმიერ არჩევნებში და ვებრძოლოთ ნებისმიერ მომენტში ყოველთვის გრიგოლ. ყველანი ერთად. ნახეთ, ერთი რამე მითხარით. თუ მაგალითად დაუშვებთ აი მოვლენათა განვითარების ამგვარ სცენარს, რომ მოკლედ გამოიცა დიდი შეწყალება, რაღაცა პერიოდის შემდეგ ქართულმა ოცნებამ კიდევ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, აი თუნდაც ჩაატარა სუსმა გამოძიება, რის შემდეგაც გაირკვევა, რომ ბიზნესმენების გარკვეული ნაწილი 100 ბიზნესმენიო, როგორც თქვა, კობახიძემ 100 ადამიანი, 4 მილიონი ადამიანის ჯიბეს აზის და ამის ხარჯზე მდიდრდება, გაიაფთა სამომხმარებლო ფასები და მოკლედ არაერთი ასეთი ხალხის გულის მოსაგები ნაბიჯი გადაედგა ხელისუფლების მხრიდან და ჩაინიშნა მოკლედ ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამ ადმინისტრაციით, საარჩევნო ადმინისტრაციით და ამ საარჩევნო კანონმდებლობით. თქვენ მიდიხართ და მონაწილეობას იღებთ ამ არჩევნებში? ჩვენ ვიბრძოლთ იმისთვის, რომ არჩევნები ჩაინიშნოს თვისებრივად განსხვავებულ პოლიტიკურ ვითარებაში, რეფორმირებული სახელმწიფო და საარჩევნო ინსტიტუტებით, მაგრამ ამავე დროს მე პირადად მივიჩნევ, რომ ყველა ბრძოლაში ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში უნდა იბრძოლოს ოპოზიციამ ერთიანი ძალებით. დიახ. იმიტომ რომ ყველა ის არჩევანი, რომელსაც არ ებრძვი, როდესაც რომელშიც არ ებრძვი ამ რეჟიმს, აძლიერებს რეჟიმს. ეს ნახეთ ემპირიკით. ეს გამოცდილებით ნახეთ. ისე როგორც გასულ არჩევნებზე, თვითმმართველობის არჩევნებზე. ერთიანი ძალებით რას ნიშნავს? ანუ ოპოზიციამ რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა წინა საპარლამენტო არჩევნებს და დატოვა საკუთარი საპარლამენტო მანდატები, დატოვა. ახლა მზად არის მიიღოს იმავე ფორმატის არჩევნებში მონაწილეობა. ამაზე ნაადრევია საუბარი. ჩვენ არ ვიცით რა ფორმატის იქნება. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ შესაძლებელია მომავალ არჩევნების შედეგებსაც გამოუცხადოს. მე ფასი არ მინდა დავწიო, იმიტომ რომ ფასი არ მინდა დავწიო, იმიტომ რომ ჩვენ ვიბრძვით და უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ შემდეგი არჩევნების, საპარლამენტო არჩევნები ამ ქვეყანაში ჩატარდეს განსხვავებულ პოლიტიკურ და საარჩევნო ვითარებაში, ხო? ეს არის მთელი ამ ბრძოლის მიზანი, რომ რა უნდა და პარლამენტში შესვლას და იქ ჯდომას. ხო, ძალიან მარტივი იყო, ხო? ვინც ვიყავით წევრები, 61 ჩვენგანი მინიმუმ შევიდოდეთ და ვიქნებოდეთ, მაგრამ ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ. დელეგიტიმაციის, რასაც მივახციეთ. ხო, და შეცდომა დაუშვით, როგორც ამბობს გახარიას გუნდი. ხო, მე ვფიქრობ, რომ გახარიას გუნდი არ უნდა შესულიყო პარლამენტში, ახლა როცა შევიდა, ხო? ამაზე დავასაც ისევე, როგორც წინა წარსულ რაღაცებს აღარ აქვს ბევრი აზრი, მაგრამ პრინციპი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ბოიკოტი ემსახურებოდა იმას, რომ რეჟიმის დელეგიტიმაცია მომხდარიყო და ეს მოხდა, მაგრამ ნახეთ, თუ პოლიტიკური ბრძოლის ფორმებზე ვიტყვით სისტემატიურად უარს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვამბობ და ეს პრაქტიკაშიც ნახეთ, რომ ჩვენ ამით დავკარგავთ როგორც ოპოზიცია, ჩემ პარტია კი არა, როგორც ოპოზიცია დავკარგავთ სასიცოცხლო ენერგიებს. ოპოზიცია სჭირდება პოლიტიკური ინსტრუმენტებით ბრძოლა, იმისთვის რომ იცოცხლოს, განვითარდეს, გაძლიერდეს და აი გასული წლის იანვარში მაგალითად, აი მაგალითს მოვიყვანო, ხო შეიძლება ძალიან საინტერესოა. 2024 წლის, მაპატიეთ 25 წლის, ესე იგი 1 წლის წინ იანვარში, მარტივად 25 წლის იანვარში ძალიან კარგი კვლევა ჩატარდა. რომელმაც აჩვენა, რომ ქართული ოცნების ამორჩევლის წიაღში იყო ძალიან დიდი კრიზისი.
იყო ძალიან დიდი შინაგანი სირცხვილიც. იმიტომ ჩვენ გვახსოვს ასაკეთებდა ამ კვლევამდე დეკემბერში, ნოემბერში და ოქტომბერში, ხო? ხელისუფლება 24 წლის, ხო? დარბევებს, ახალგაზრდების სახეში ცემას და ასე შემდეგ 1000 უკეთურებას, ხო? ნახეთ, ოპოზიციას სხვანაირად უნდა გვებრძოლა მთელი 2025 წლის განმავლობაში, გარდა იმ ზომებისა, რაც ჩვენ ვივიღეთ, გარდა იმ შრომისა და ძალიან ბევრი შრომა იქნა გაწეული, მაგრამ სხვანაირად უნდა გვებრძოლა. ამას სრული სიმყარით ვამბობ, აბსოლუტურად ვერავინ არ შევასრულებს ამაში აზრს. 2025 წელს ჩვენ ეს საპროტესტო ამომრჩეველი ქართული ოცნების წიაღში რო კრიზისი გონა მათ შორის, უნდა ჩამოგვეშორებინა ბევრად უფრო მეტად ქართული ოცნებისთვის. ეს არის პოლიტიკა, რომ მას უნდა წაართვა ამომრჩეველი, უნდა წამოიყვანო, აქეთ არსებული ამომრჩეველი უნდა გააძლიერო, აზრი რა აქვს, ჩემი ამომრჩეველი იქნება თუ ნომერი 5-ის თუ ნომერი 4-ის თუ ნომერი 25-ის, ამას აზრი არ აქვს, თავარია რომ სწორ მხარეს იყოს ამ ბრძოლაში და ეროვნული კოალიცია შევქმნათ, იმიტომ ეს არის ერთ-ერთი სწორი გზა წინ და ამის გარეშე არ შეიძლება და იქედან ამომრჩეველი უნდა წამოიყვანო. აი ეს უნდა აკეთო და ამას ჭირდება მათ შორის პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება. მარტო პროტესტით ამას ვერ გააკეთო. ხვდები თქვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია თუ ოპოზიციური ერთობა შედგება შეთანხმების ერთ-ერთი ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი ძირითადი საკითხი იყოს არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის თემა. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია კი რა ტიპის არჩევნებისთვის ვიბრძვით, ნუ ეს უფრო ვიცით, ცხადია, ვიბრძვით არჩევნებად თავისუფალი არჩევნებისთვის, რა ტიპის არჩევნებზე ველით და რომელი შანიშვილი ერთ-ერთი, არა ერთადერთი. ეს არის ერთ-ერთი თვალსაჩინო განსხვავება დღეს ოპოზიციურ სპექტრში არსებულ პოლიტიკურ ძალებს შორის, ანუ გულისხმობ ბოიკოტის მომხრეებსა და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს. ამ შემთხვევაში რა ვიცი, გახარი აღარ მოყავთ ხოლმე სათვალავში, იმიტომ რომ მან კიდევ სხვა არჩევანი გააკეთა და პარლამენტში შევიდა. ამ შემთხვევაში ლელოს გულისხმობ, რომ მაგალითად ამ ადმინისტრაციის და ამ საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში ვის აქვს მზაობა რომ ხელახლა შევიდეს საარჩევნო ბრძოლაში. თქვენ ამბობთ რომ ყველა შემთხვევაში არჩევნებს როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტს ისევ გამოიყენებთ და ბოიკოტის მომხრეები ამბობენ რომ ისინი ამ ფარსში თუნდაც ვადამდელში არ მიიღებენ მონაწილეობას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ შეუთანხმებელი საკითხი. არა, მე არ ვიტყვი რამე არის შეთანხმებული ან შეუთანხმებული, იმიტომ არა პროცესი არ ყოფილა ხომ მსგავსი, რომელშიც რამეზე ან შევთანხმდებოდით, ეხლა ვამბობ ამ თვეებში, ან არ შევთანხმდებოდით. ესეთი პროცესი არსებულიყო, გეტყოდით, რომ კი, აი ნახე, ამაზე შევთანხმდით, იმაზე ვერ შევთანხმდით. ასეთი პროცესი არ ყოფილა ამ ეტაპისთვის. მაგრამ რაც უფრო მეტად იქნება მსგავსი ტიპის განხილვები, დიახ, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, მაგრამ არა ერთადერთი. ამიტომ ვამბობ, რომ სტრატეგიაც და უფრო ვიწრო ტაქტიკური ნაბიჯებიც, როგორ მივდივართ დღიდან დღემდე, საუბრეს კუპრაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ. არ ვიცი, ეს კუპრაძეს უნდა ვკითხოთ, თქვენ როგორ რა გულმა მოგითმინათ ამდენი ხნის განმავლობაში? მე როცა დავიხარ, დასაჯერებელია ხა ამ მე როცა დავინახავ საინტერესო პროცესს, იმაში ჩავერთოთ ეჭვი შეიძლება შეეპაროს, რომ თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია. არა, მე უბრალოდ არ ვანიჭებ გულწრფელს, არ ვანიჭებ ყავაზე შეხვდა ორი ადამიანი და ისაუბრეს. არ ვანიჭებ ყველა ასე შეხვდეს ისეთ მნიშვნელობას, რომ აი რაღაცა გრანდიოზული. მე მინდა, იმიტომ რომ ზურაბ ჯაფარიძემ საჯარო დაანონსა. ხო და ეგ არ არის, ჩემთვის წიაღება არის საინტერესო პროცესი, რომელიც ბევრ მხარეს შეიცავს და ბევრ დიალოგს და ეგეთი რომ იქნება მოგახსენებ დეტალებს. ახლა ზურამ და ირაკლიმ თუ ახლა ყავადალიაზე ისაუბრეს და მე შეხვდე კიდე ვიღაცას და ეს ჩვენი პროცესია, ხო? ამას ნახეთ, მე ძალიან ვუფრთხილდები განსაკუთრებით ბოლო წლის გამოცდილებებით პოლიტიკური ფასის მინიჭებას. რაღაც პროცესებისადმი. შეხვედრის მიზეზი. ხო, ნახეთ, მე ძალიან აი ამას ვუფრთხილდები, რომ ჭარბი ფასი არ მივანიჭოთ რაღაცას. რაც შეიძლება იმ მომენტში არ გქონდეს ასე ფასი. მე ერთი იმედგაცრუება არ მოყვეს ამ ყველაფერს საზოგადოებაში. ზუსტად, იმიტომ ძალიან ბევრჯერ მოხდა ეს გასულ წელს, რომ აი შეხვდა ზურაბიშვილთან, იქ რვიანი, იქ საგარეო ჯგუფი. ზურაბიშვილთან დაკავშირებით საკმაოდ ასე მაღალ დონეზე. ზურაბიშვილი მაგალითია, არაფერს ვერ შეამ შემთხვევაში. ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, იმედოვნებდა, რომ სწორედ ის იქნებოდა განსხვავებული ოპოზიციის გამაერთიანებელი. მანდა ვარ და მე არ მინდა, რომ საზოგადოებას გქონდეს იმედგაცრუება. აქ ახლა არც ქალბატონ სალომეს ვესმე ამით თავს, მაგრამ
ეს უბრალოდ სიტყვის მარაგად მოვიყვანე ერთი მაგალითი, ხო, თორე მისნაირად ხო, არ მინდა, უბრალოდ არასწორ პროცესში აღარ მინდა ვიყო, ხო? თუ რამე შევთავაზებ საზოგადოებას, ეს უნდა იყოს მართლა 1000-ჯერ გაზომილი, ძალიან მკაფიოდ დადგენილი, სტრუქტურირებული, მათ შორის. შენ განსაკუთრებით მესმის, იმიტომ რომ ცუდი გამოსცემები მაქვს. ხო, გახარიასთან დაკავშირებით, გახარიას პარტიასთან დაკავშირებით დაანონსებულდა არ შემდგარ პოლიტიკურ კოალიციას. ხო, არა მხოლოდ, ბევრი მაგალითია ძალიან გასულ წელს. ჩვენ სადასხვებს შორის და მე ამაზე არ მაქვს საუბარი, რაღაცა ლელოს პერსპექტივიდან კი არ ვამბობ და ეგოთი არა, სწორი პროცესის პერსპექტივიდან ვამბობ. მინდა რომ 2026 წელს პროცესები იყოს უფრო ჯანსაღი, ვიდრე იყო 2025 წელს. წითელი ხაზები ოპოზიციაში ვისთან ერთადაც არც ერთ ერთობაში ყოფნას არ განიხილავთ, სულ რომ დაემთხვეს თქვენი. მე პირადად ორი მაქვს ასეთი. პირველი ცხადია არის პრორუსული ძალები და სხვა ჯურის ფაშისტური ჯგუფები. ხო, ოპოზიციაში არის ეს როგორ არა? არის, შეება ფსევდო ოპოზიცია, მაგრამ არის ოპოზიციური ჯგუფები პრორუსულია, ან მოფაშისტოა, ხო? ეგეთ ხალხთან არაფერი საერთო არ მაქვს და არ გვექნება არასდროს. ეს ერთი და მეორე, ვინც არ ამშვიდობიანი ხერხებით ფიქრობს ძალაუფლების გადაბარებას. ძალიან ისეთი ზოგადი ხო, ორი და ნაციონალური მოძრაობა? არა, ოპოზიცია აბსოლუტურად უმრავლესობა არც ერთ ამ ანტიჯგუფში არ ხვდება და ამიტომ ღია ვარ სასაუბრად, ცხადია.